პირველი კურსიდან რომ შემოდიან ბაკალავრები, რაღაც იმას უკითხავ, საგანს გენები და გენებს მიყვა პოპულარულ კურსს, სამდე პროფესიულ კურსზე გადავიდოდეთ. ისინი უკვე მომზადებულებენ და ელოდებიან, როდის დაამთავრებენ უმაღლეს, რომ გააგრძელონ სწავლა მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით. შარშან მაგალითად 10 ადგილზე 50 განაცხადი იყო შემოსული. ეს არ არის მარტო ილიას უნივერსიტეტის სტუდენტების, სამედიცინოდანაც ძალიან მიხარია, სამედიცინოდანაც მოდიან და მოდიან, რა თქმა უნდა, სხვა უნივერსიტეტებიდან. და ეხლა არის ასეთი შეკითხვა, რა უყოთ ეხლა ამ სტუდენტებს? თან ახალგაზრდები ხო განსაკუთრებით მოწყვლადები არიან. ხო შეიძლება მათმა მიატოვონ მეცნიერება, გული აიცრონ მეცნიერებაზე, წავიდნენ და საერთოდ აღარ დაბრუნდნენ. აი მეცნიერებაში. ხო შეიძლება ჩვენ კარგავთ რაღაცა ძალიან ცნობილ მეცნიერს, ძალიან ცნობილ მოაზროვნე ადამიანს, როდესაც ჩვენ არ თავაზობთ ჩანაცვლებას არაფერი ალტერნატიულით. ჩვენ სამწუხაროდ თამაშობთ ახალგაზრდების ბედით, რომელსაც ჩვენ ისტორია ნამდვილად არ გვაპატიებს, თუ ეს ახალგაზრდები ჩამოსილდნენ მეცნიერებას. მით უმეტეს ახალგაზრდები, როგორც გითხარით, მოწყვლადები არიან, შეიძლება ისინი წავიდნენ საზღვარგარეთ და საერთოდ აღარ დაბრუნდნენ საქართველოში.